გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მე კი გადავალ გაშლის თემაზე, ჩემო კარგებო, დღეს ესეთი საინტერესო ფორმატით მოვედი, გაშლის ესეთი ვერსიით, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის თემაზე ინტერნეტ ნაცნობობა, ანუ ონლაინ ნაცნობობა. ლაპარაკი იქნება იმ პიროვნებებზე, ვისაც იცნობთ მხოლოდ ონლაინ, გაქვთ მიმოწერა, მაგრამ პირადად არ შეხვედრი ხართ, ანუ პირისპირ არ შეხვედრი ხართ, ფიზიკურად კონტაქტი არ ქონიათ, გაქვთ მხოლოდ ონლაინ, შეიძლება ვიდეოზარით, ხმოვნებით, მიმოწერით, მაგრამ არის ეს დისტანციური ურთიერთობა. და როგორ უნდა უყუროთ, თქვენ როგორ უნდა აირჩიოთ ვარიანტი. დღეს ესე მომინდა გოგოებმა უყურეთ ბიჭებზე, ანუ მამაკაცზე იქნება ლაპარაკი, რომელიც გაიცანით და ბიჭებმა უყურეთ გოგოზე. და რა თქმა უნდა, თუ კი ერთსქესიან ურთიერთობაზეც არის ლაპარაკი და რაღაც საწყისზე თქვენს ურთიერთობაში, შეგიძლიათ იგივე სქესის, თქვენივე სქესის ვარიანტსაც უყუროთ. და რაც მთავარია, წავიკითხავ სიგნიფიკაციას, ანუ რას გეუბნებათ თვითონ, რას გიყვებათ საკუთარ თავზე, რას წარმოადგენს თავისი სიტყვებით, თავისი გადმოცემით და ვნახავთ მერე სინამდვილეში ვინ არის და სინამდვილეში რას წარმოადგენს. ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს გაშლა და დავიწყოთ ბიჭებით, ანუ გოგოებისთვის საინტერესო პიროვნებებით. ჩაიფიქრეთ ადამიანი და უსმინეთ ყურადღებით სიგნიფიკაციას, ანუ ვისთან თვითონ როგორ პოზიცირებს და როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. პირველი ვარიანტი. რას გეუბნებათ, რას ამბობს? ჩემო კარგებო, ეს ადამიანი გეუბნებათ თქვენ, რომ იყო ღალატის მსხვერპლი თავისი პარტნიორიდან, რომ დაასრულა ურთიერთობა მეუღლესთან და მეუღლე თუ არა ძალიან დიდი ხნის სტაბილური ურთიერთობა ვისთანაც ჰქონდა, ან თანაცხოვრება, გიყვებათ ამას, რომ ეშინია ახალი ურთიერთობების დაწყების, იქიდან გამომდინარე, რომ იყო ღალატის მსხვერპლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, თავს გაცუდებთ, ასე ვთქვათ. და ვნახოთ ახლა ეს მისი ფანტაზიაა თუ რეალობა. ნუ აი აქ შეიძლება ძალიან გააჩნია კატეგორიას ადამიანის და როგორ აქვს ენა მუქნილი, შეიძლება რაღაც ესეთ ფანტაზიებსაც გიყვებოდეთ, რომ ეს იზმრება და ჟიშები აქვს და სულ ღალატი ეს იზმრება და სულ რაღაც ესეთები კოშმარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ადამიანს ვიღაცისთვის თვალში ნაცრის შეღრა უნდა, ძალიან ბევრი რაღაცის მოგონებაც შეუძლია, მოფიქრება, ფანტაზიის უნარს გააჩნია და ნახოთ ახლა რეალობაში რას წარმოადგენს. ნუ ერთი წინაპირობა კიდევ იმას გეუბნებოდათ ალბათ, რომ ვიყავი ძალიან მხიარული, ძალიან აქტიური, ასე შემდეგ, საკუთარი თავის ქება და მერე წავიდა ზღაპრები იმაზე თუ როგორ ღალატეს, როგორ გაუტეხეს გული და ეშინია ურთიერთობების და გახდა ეჭვიანი. ვნახოთ ახლა რეალურად ასე იყო თუ არა მის ცხოვრებაში და სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს ადამიანი. იქნებ ვცოდავთ ახლა და უკვე მე თვითონ რაღაც აზრი ჩამომიყალიბ და წინასწარ რომ ეს ადამიანი რატომღაც გონია რომ იტყუება და თავს გაწოდებთ. ვნახოთ აბა მანიპულირებს. ვნახოთ იქნება მართლა იყო ესეთი რაღაცის მსხვერპლი. აი სინამდვილეში რა მოხდა მის ცხოვრებაში და როგორია თვითონ. სინამდვილეში რა მოხდა? სინამდვილეში მოხდა ის, რომ პირიქით თვითონ იყო დამნაშავე ამ ურთიერთობაში, გეუბნებით, რომ ისევ ავჩეხე და მაინც მაგია მომივიდა დასტის ძირზე, მანიპულირებს ეს ადამიანი თქვენთვით, ურთიერთობა დასრულდა იმის გამო, რომ რაღაცა პერიოდი გადავიდა სტაგნაციაში ამ ორი პიროვნების ურთიერთობა, აქ 90 და მეტი პროცენტი კანონიერ მეუღლეზეა ლაპარაკი. ეხლა იმ საკითხი არ დგას და ამას არ ვკითხულობ, რომ არის თუ არა განქორწინება რეალურად
მათ შორის შეიძლება არც არის განქორწინებული, ყოველ შემთხვევაში კარტი არ მაჩვენებს ჯერჯერობით, რომ ოფიციალურად იყოს განქორწინებული, მაგრამ აი გაიყინა, გაცივდა ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, ქალბატონმა ბევრჯერ სცადა რაღაც სიახლეები შემოეტანა მის ამათ ურთიერთობაში, მაგრამ აწყდებოდა ყრუ კედელს. გამოირჩევა ეს ადამიანი თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი ეგოცენტრულობით, რატომღაც ფიქრობს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს და როგორც ფიქრობ და როგორც ხედავ, ერთი კი არა, ორი ქორწინება ან ორი ძალიან სერიოზული ურთიერთობა იყო ამ ადამიანის ცხოვრებაში, აქ ერთ პიროვნებაზე არ არის ლაპარაკი, ორჯერ დაინგრა ოჯახი და ადამიანს უჭირს საკუთარ აგრესიასთან და ემოციებთან გამკლავება, ჩემო კარგებო. უნდა რომ ყველაფერს თვითონ მართავდეს, ანუ როგორც უნდა ისე მოიქცეს და არავინ ამისთვის პასუხი არ მოსთხოვოს. ძალიან ბევრ რამეს გიმალავთ, ჩემო კარგებო. ძალიან ბევრი საიდუმლოა, ტყუილებიც უყვარს ამ ადამიანს. ფიქრობს, რომ მანიპულირების საშუალებით წარმატებას მიაღწევს, სტაბილურობას მიაღწევს თქვენთან ურთიერთობაში, ან სხვა ნებისმიერი მანდილოსანთან ურთიერთობაში. არ უნდა იმის აღიარება, რომ რაღაცეებში დამნაშავეა და არც აი ამ ორი ქალბატონიდან, მე ორი მაჩვენეს და შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში მეტიც იყოს, რომელიღაც ძალიან ენატრება, არა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ემოციები და გრძნობები აკავშირებს, როგორც ჩანს, რომელიღაცასთან ძალიან კარგად იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომფორტულად აწყობდა ის სიტუაცია და ვფიქრობ, აი ეს პირველი რომელი ქალბატონიც ამოვიდა იმპერატრიც, ან პირველი ვინც იყო მის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ქალი. ეს ქალბატონი დიდი ხანი უთმენდა ამ ყველაფერს, მოთმინებით და თავშეკავებით, უპირობო სიყვარულით გამოირჩეოდა, მაგრამ იმასაც როცა იქნა გაუწყდა მოთმინების ძაფი და მიატოვა ეს ადამიანი, მერე წავიდა სხვასთან, იმ სხვამაც მიუჩინა საკუთარი ადგილი, მაგრამ ის უფრო ჭუყიანი იყო, ის უფრო ხისტი იყო, ის უფრო მალე მიხვდა მის ასე ვთქვათ ორმაგ სახეს. მალე ამოიცნო, რას წარმოადგენდა და იმასთან დიდხანს არ გაუვიდა. ძალიან მალე დამთავრდა ურთიერთობა. ასე რომ ჩემო კარგებო, დაფიქრდით, ვიზია ლაპარაკი, თუ გეცნოთ, თუ გულმა რეჩხი გიყოთ და მით უმეტეს, როდესაც ონლაინ ნაცნობობა ადამიანის შესახებ რეალურად არაფერი არ იცით და დაენდობით მხოლოდ მის სიტყვებს, ჯობია მოძებნოთ ყველა საშუალება, რომ გადაამოწმოთ რეალურად თუ გეგულებათ სადმე ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს მასზე, თუ არა და მაინდა-მაინც ნოენდობით, ვისთვისაც რეზონირდა. ანუ ნახოთ ახლა ბიჭებისთვის, ბიჭებმა, რომელმაც გაიცანით ონლაინ მანდილოსანი, გაიცანით გოგონა, ქალბატონი, საქალბატონე, ასაკის მიუხედავად, ნახოთ, რას გიყვებათ თავის შესახებ, როგორც წარმოაჩენს საკუთარ თავს. ყველაფერი ჯერჯერობით ძალიან პოზიტიურად ჩანს, ანუ ასე წარმოაჩენს თავს. გეუბნებათ, რომ არის ძალიან იღბლიანი, ძალიან კომფორტული, მიამიტი გულუბრყვილო, სილამაზეზე და შემდგარ ცხოვრებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვიზუალურად როგორც ჩანს, მარტო ფოტოებზე დაყრდნობით თუ არ იცნობთ, რეალურად ძალიან კარგად გამოიყურება. რომ ყველაფერი აქვს ძალიან კარგად, აი მამაკაცებისგან განსხვავებით არ წუწუნებს, თავს არ გაწოდებთ, პირიქით ისე წარმოაჩენს თავის თავს, რომ აი გაგიმართლათ, რომ მას შეხვდით, ანუ დაუკავშირდით ონლაინ, რომ გაიცანით ესეთი ადამიანი, შეიძლება მოგიყვათ კიდევაც რაღაც ისეთი მომენტები თავის ცხოვრებიდან, რომ მან რადიკალურად შეცვალა საკუთარი ცხოვრების სტილი, შეიძლება გარეგნობა, შეიძლება გარემოცვა და სოციუმი, გაიარა თვითონ შინაგანი ტრანსფორმაცია და არის ძალიან ბედნიერი. დასტის ძირზეც მზე, იგივეს გვიდასტურებს,
ასე წარმოაჩენს თავს თქვენი გაცნობილი ადამიანი და რა თქმა უნდა გაშლა და ვარიანტი იქნება მათთვის ვინც ამოიცნობს აი ამ ჩემს მონოლოგში იმ ადამიანს ვიზეც არის ლაპარაკი პოზიტიური ხიარული და ანუ ასე შემდეგ ყველაფერს კარგს ხედავთ თქვენ ასე წარმოაჩენს თავის თავს აბა ვნახოთ სინამდვილეში თუ მართლა ასეთია როგორია სინამდვილეში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რას წარმოადგენს არც ისეთი თეთრი და ფუმფულაა ჩემო კარგებო როგორც გაჩვენებთ პირველ რიგში მერყევი ადამიანია ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება აი იმ სიმსუბუქის იმ ჰაეროვნების მიუხედავად რასაც თქვენ ხედავთ ძალიან საკმაოდ მძიმე ადამიანია ვიტყვი არის ეჭვიანი უზომოდ ეჭვიანი რაღაც ძალიან მძიმე ეტაპი დასრულდა მის ცხოვრებაში შეიძლება ქონდა რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა რომელმაც ის კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე საკმაოდ მებრძოლიც ჩანს თითი არ უნდა ჩაუყოთ ესეთ ადამიანს პირში საკმაოდ ეს შინაგანი ისინიც აქვს თავის თავთან ასე ვთქვათ დისკომფორტი საკუთარ თავთან იმიტომ რომ გადაჭარბებული ემოციურობა ახასიათებს რაღაც მომენტებში სანდოა, ანუ ღალატი და ორპირობა თითქოს არ ახასიათებს, მაგრამ გაცილებით იმაზე მძიმეა და რთული ადამიანია, ვიდრე თქვენ გონიათ. და არის ერთი ძალიან ცუდი მომენტი, აი ეს სამი კარტი უბრალოდ კადრში რო კარგად გამოჩენილი იყო, გვერდ აღარ დავდე და ქვემოთ გადმოვიტანე, მაგრამ ეხლა რა კომბინაციაში მოხდა გაჩვენებთ. ვინც მიყურებს და სწავლობს და უყვარს ჩემი გაშლები და აიმახსოვრეთ აი ეს სამი კარტი ერთად კომბინაცია აი ეს არის ზღვარს გადასული ეჭვიანობა ჩემო კარგებო ეშმაკი რო ჩაუსახლდება სულში და შეიძლება რაღაცა ისეთი გააკეთოს თქვათ მოაწყოს სიტუაცია ისე რომ თქვენ არაფერში იყოთ დამნაშავე და დაგადანაშაულოთ ღალატში ვიღაცასთან მიმოწერაში და ასე შემდეგ ანუ კარებით თუ ღია დატოვოს და ვის გაუღეო გითხრათ და აი ასეთი აი ფანტაზიური ეჭვიანი რო იგონებს ცარიელ ადგილას რო იგონებს რაღაც აი ავანტყოფური მანიაკალური ეჭვიანობა ახასიათებს. ვნახოთ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. რაღაცა დაინგრა მის ცხოვრებაში, თავდაყირა დაუტრიალდა ყველაფერი, ეს იყო რა თქმა უნდა მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, აი მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად დაინგრა თავზე ყველაფერი. ეს იყო რა თქმა უნდა სასიყვარულო ურთიერთობა, როგორც ჩანს ძალიან წარეთ უღალატეს. ძალიან დიდი ხნის სიყვარულმა, ასე ვთქვათ, შეიძლება პირველმა სიყვარულმა, ბავშვობის სიყვარულმა უღალატა და დღემდე ეს მის სულს და გულს ძალიან დიდ ლაქად ადევს და ძალიან ძიმე ჭრილობაა მისთვის, რომელსაც ჯერჯერობით ვერ უმკლავდება. აი რაღაცა შეიძლება აი ეს ბოლო პერიოდია, ცოტა შეძლო გამკლავება ამ ყველაფერთან. ძალიან მქონდა ისეთი პერიოდი, რომ მონაზონივით აი მარტოობა სურდა, ბერები რო არიან. თავის კელიაში გამოკეტილი, შეიძლება რაღაცა პერიოდი ესეც კი იყო. რაღაცა აი კომფორტი მისთვის იყო მარტოობა კომფორტი და ნელ-ნელა მოიშუშა თითქოს და აი ეს ბოლო პერიოდია რომ ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან ეს ყველაფერი არის მისი წარსულიდან გამომდინარე ძალიან არ ვიცი თქვენთან საერთოდ ახსენათ თუ არა ეს თემა მაგრამ ძალიან ტკივნეული ღალატის და დარტყმის შეიძლება ღალატი არ იყო და სხვა დარტყმა მიიღო მაგრამ უფრო ღალატს გავს იქიდან გამომდინარე რომ გახდა ავანტყოფურად მანიაკალურად ეჭვიანი და როგორც ჩანს ისეთმა უღალატა ღალატს ვინ ელოდება ზოგადად მაგრამ არის რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევები რომ აი უახლოეს მეგობართან უღალატეს არის რომ საკუთარ დასთან ბიძაშვილთან და ღმერთმა დაგვიფაროს უარესი შემთხვევებიც არის კიდე და იყო ეს თქვენი ჩაფიქრებული გოგონა ასეთი ღალატის მსხვერპლი და გახდა მანიაკალურად ეჭვიანი და რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას თუ კი გააგრძელებთ ურთიერთობას იქნებით აი ამ ეჭვიანობის სამიზნე ყოველთვის
და ძალიან დიდი ბრძოლა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ნდობა დაიმსახუროთ და ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში აი ასეთ გოგონასთან, ქალბატონთან უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა, პროფესიონალმა, ძლიერმა ფსიქოლოგმა. სხვა შემთხვევაში გაუჭირდება მდგომარეობიდან გამოსვლა. მე კი გისურვებთ ნამდვილ, გულწრფელ, უპირობო სიყვარულს, ყოველგვარი ტყუილების, ღალატის, ინტრიგების გარეშე მომავალ შეხვედრამდე.